საღამოშვიდობის მეგობრებო, მე ვარ სქარზი, იგივე ცოტნე. პირველ რიგში მადლობა ყველას დადებითი კომენტარებისთვის და კარგია და ამ სიამოვნებს თუ შეგიძლიათ ჩემგან ცოდნით წაღება. და ჩემი მიზანიც ეგ არის იდეაში, რომ ჩემი ცოდნა გადმოვიტანო თქვენამდე და თქვენ გაიაზროთ ეგ ყველაფერი. ეგ უფრო მიხარია და იდეაში მნიშვნელოვანი ჩემთვის ეგ არის. მოკლედ, დღეს ვიდეო გვექნება high time frame-ზე, როგორ ვიგებ სად არის მარკეტი. პირველ რიგში აქვე ვიტყვი იმას, რომ პირადად ჩემი მოდელი, რითაც მე ვტრეიდობ, მოდელები უფრო სწორად, სიტუაციურად, რითაც ვტრეიდობ, სიმართლე რო გითხრათ, დიდად არც მჭირდება ვიცოდე სად არის მარკეტი. და არც ვუყურებ high time frames რა. მაგრამ აუცილებლად თუ high time frame PDR-იც ემთხვევა ჩემს გეგმას, უფრო high probability trades ვიღებ, რა თქმა უნდა. ამიტომ საბოლოოდ მაინც საჭიროა რომ ვიცოდეთ ელემენტარულად სად შეიძლება მარკეტი წავიდეს. და ვუყუროთ ესე რომ ვთქვათ, მაღალ time frame-საც. პირადად ჩემ შემთხვევაში ეს ყველაფერი არის ძალიან მარტივად. არაფერ ზედმეტს არ ვიყენებ. ძალიან ელემენტარულად ვუყურებ high time frame PDR-ს. და მაგ ყველაფერს ახლა მე შენ დაგანახებ ძალიან მარტივად. რა თქმა უნდა, ერთ დღიანზე ვუყურებ, მეტი არ მჭირდება. თავარი კომპონენტები რაც არის, ანალოგიურად დრო არის ფრაქტალური, ისევე როგორც 15 წუთიანზე ვუყურებ PDR-ს, ანალოგიურად ვუყურებ high time frame-ზე PDR-ს. მე ხა დაგიწერა აქ შენ ეტაპებს იგივეს იდეაში, რასაც ვუყურებ double time frame-ზე. high time frame-ის PDR-ისთვის მჭირდება პირველი liquidity sweep-ი, liquidity sweep-ი, მეორე CSD, CMT რა თქმა უნდა. არის მომენტები, რომ CMT არ არის და CSD არის, ამიტომ confirm-ში ვთვლი მაინც, იმიტომ რომ იდეაში CMT ყველაზე დიდი confirm-ი არის მაინც. ამიტომ არის მომენტები, როდესაც ვუყურებ CMT-ს და მოკლედ თუ CSD მაქვს მარკეტზე და არ არის CMT, მაინც confirm-ად ვთვლი რა. თუ CMT-ც არის, უფრო მაღალი პროცენტულობის confirm-ია ჩემთვის. და მესამე, რა თქმა უნდა, არის PDR-ები. PDR-ები რა არის? FFG პირველი ჩემთვის. ბრიაკერი ან order block. ძალიან მარტივად და რა თქმა უნდა, ერთკვირიანის power of 3-ს ვამატებ ამ ყველაფერს. რომ კლასიკური მოდელი მქონდეს ყიდვის ან გაყიდვის. One weekly power of 3. და რატო ახლა power of 3 ხო? ანუ ჩვენ ვიცით რომ ისევე როგორც ერთ დღიანზე, ერთ საათიანზე, ერთ წუთიანზე არ აქვს მნიშვნელობა, ერთ კვირიანზეც მარკეტზე რა ხდება, თუ ვარ long-ში, მინდა მარკეტმა გაიკეთოს ჯერ low. წამით. ერთ კვირიანმა სანთელმა რა მინდა გაიკეთოს. გაიხსნა, გაიკეთოს low, high, close. ანალოგიურად მარტივად. ეხლა ნახე, აქ თავარი ეტაპი რა არის? თავარი ეტაპი არის დღე. ორშაბათი გაიხსნა. ეს არის პირობითად ორშაბათი, ჩათვალე. ეს არის სამშაბათი.
პირობითად 4 შაბათი 5 შაბათი და ანუ პარასკევი რა, ანუ პირობითად ვამოფეხავ ვიზუალიზაცია, რომ დაინახო. ეხლა ნახე აქ რა ხდება კლასიკური ყიდვის ან გაყიდვის დროს. მარკეტი აკეთებს რას? 2 შაბათს იხსნება. 3 შაბათს ან 4 შაბათს იკეთებს მარკეტი lows. თუ bullish არის. და დისტრიბუცია ხდება 5 შაბათს ან 4 შაბათს, თუ 3 შაბათმა გაიკეთა low და displacement-ი ქონდა, ну ეხა ეგ რა თქმა უნდა დააკვირდე შენ და მიხვდე, და მაგასაც განახებ. არის მომენტები, რომ 2 შაბათი იკეთებს lows და ეგრევე ადის. ეგ არის კლასიკური buy მოდელი. ან პირიქით, ხო, ანუ არა აქვს მაგას მნიშვნელობა, არის მომენტები, რომ 2 შაბათი იკეთებს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ან 3 შაბათი ან 4 შაბათი იკეთებს lows. მე დისტრიბუცია ხდება 4 შაბათს ან 5 შაბათს, გააჩნია და პარასკევს რა ხდება? ბოდის lows გაკეთება. ჩამოდის და პარასკევს იხურება. ნახე ძალიან მარტივად. ანალოგიურად რა ხდება ბიარის შემთხვევაში, ხო? ყველაფერი არის ამოტრიალებული. გაიხსნა მარკეტი. ამოდიში. ეს რო არა მაქვს დამატებული დავიმატო. არ ვიცვალო, გაიხსნა მარკეტი 2 შაბათს, კონსოლიდაცია, 3 შაბათს ან 4 შაბათს high გაიკეთა, დისტრიბუცია და ნუ პარასკევს გაიკეთა low. Open high low close, open low high close რა. ორივე არის იგივენაირად. 2 შაბათი high გაიკეთა 3 შაბათს, 4 შაბათს. 5 შაბათი, 4 შაბათი ან 5 შაბათი დისტრიბუცია, პარასკევი ბოდის lows გაკეთება. ბოდის highs გაკეთება ამ შემთხვევაში. ოკეი, ძალიან მარტივად ეს გავიარეთ, მაგრამ სანამ აქამდე მივალთ, ჩვენ გვჭირდება რა? ჯერ გვჭირდება liquidity sweep-ი, CSD. ეხლა ნახე. და open-ები გვჭირდება აუცილებლად, ისევე როგორც ყველა weekly, monthly, 3 თვე, 4 თვე არ აქვს მნიშვნელობა. 1 წლიანსაც აქვს თავისი power of 3, 1 წლიანი სანთელი რო გაიხსნა და აკვირდე და განახებ ძალიან შორიდან მარკეტს და ეს შენ დაგეხმარება. აქ გაიხსნა წლის სანთელი. ეხლა ნახე დააკვირდი. კონსოლიდაცია. მარკეტმა რა ქნა, liquidity sweep-ი გააკეთა, წინა წლის high აიღო. მე რა მოხდა? displacement-ი. მარკეტმა გაიკეთა low. მარკეტმა შეიცვალა სტრუქტურა. მარკეტი მოექცა open-ს ზემოდან, retracement-ი გაუკეთა და ეხლა რა ხდება? მარკეტი გაიკეთებს highs. მარტივად, ნახე? ძალიან მარტივად ეს ყველაფერი. მარკეტი გატეხავს ამ highs ძალიან დიდი ალბათობით. და გააგრძელებს ისევ დისტრიბუციას. ან შეიძლება retracement-ი ქონდეს. ეგ უკვე კონფირმებზეა დამოკიდებული. ეხლა ნახე აქ რა ხდება. გაიხსნა მარკეტი. ეს არის 25-ის გახსნა. ეხლა აქ დააკვირდი 24-ის გახსნას. და დააკვირდი 24-ის open-ს. ახლა რა გააკეთა მარკეტმა? გაიხსნა open-ი წინა წლის და აქედან displacement up-ი. ამით იმის თქვა მინდა, რომ open-ები არის ძალიან მნიშვნელოვანი მარკეტზე. რატო აიღო ეს liquidity-ები მაინდა-მაინც, ხო? ეს relative equal-ები. რატო ჩაალაგა ეს liquidity-ები და აქედან რატო იყო displacement-ი და რატო გადავიდა მარკეტი bullish? იმიტომ რომ იყო წინა წლის გახსნა. ძალიან მარტივად. რატომ არ ჩამოვიდა აქ ან აქ პირობითად? იმიტომ რომ ეს არის ძლიერი support-ის ზონა, რასაც მარკეტი იჭერს. აქედან უყურებ CSD-ს და გადადიხარ long პოზიციაში. კაი, მოდი ახლა ჯერ აქედან მოვყვეთ და აქედან გავყვეთ. ეხლა ნახე. კონსოლიდაცია. აქ რა მოხდა? liquidity sweep-ი გააკეთა. ანალოგიურად ყველაფერი რა, როგორც double time frame-ზე უყურებ PD-rate, ყველაფერს ისე უყურებ აქაც. Sweep-ი გააკეთა ერთი ტიჩკა არის. მეორე ტიჩკა რა მინდა CSD.
CSD სად არის? პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე. აი, სად არის CSD? რატო არის ეს CSD? იმიტომ რომ ამ მოძრაობამ აიღო liquidity. Sweep-ი გააკეთა, აი ამ მოძრაობამ. ეს მოძრაობა რატო არის CSD? კიდევ ერთხელ რო ვთქვათ, იმიტომ რომ აქედან დაიწყო ძლიერი ყიდვა, liquidity sweep-ი ჩაიხსნა და მაგიტომაც არის ეს ჩვენი CSD. კაი. ახლა ნახე. ეს თუ არის ჩემი CSD, liquidity sweep-ი გაკეთებულია, მარკეტი თუ ბულიში იყო, აქ PDR-ები მქონდა და შეიძლებოდა რომ წასულიყო, მაგრამ მარკეტმა გადაწყვიტა რომ displacement down-ი, CSD ბოდით ქვემოთ ახურა, ნიშნავს იმას რომ მარკეტი გადმოდის ბიარში, დიდი ალბათობით. უახლოესი liquidity-ებს დააკვირდი აქ რა არის, relative equal low-ები. შენი პირველი liquidity zone-ები მაინც არის ეს რა თქმა უნდა. CSD მარკეტზე დააკვირდი, ეს იყო ორშაბათი. ორშაბათმა გაიკეთა high, ეს არის კლასიკური sell მოდელი, ნახე. ორშაბათმა გაიკეთა high, CSD აიღო, პლუს აქ PDR-ებიც მქონდა. მოდის მარკეტი ქვემოთ liquidity-ებისკენ და საბოლოოდ Friday-მ ჩაიტანა მთლიანად liquidity და აქ ბოდის high-ს გაიკეთა, low-ს გაიკეთა მარკეტი. ახლა ნახე. როდესაც მარკეტი CSD-ს მოქცევს, გჭირდება რა? PDR-ი სად არის? აქ და აქ. მე თუ ათარგეთებ ამ ზონებს, გჭირდება რომ ამ PDR-ებში ამოვიდეს მარკეტი. ერთი შეიძლებოდა რომ აქ, როდესაც ორშაბათმა აიღო, შორტში ყოფილიყავი, მაგრამ ეს ძალიან high, ესე რომ ვთქვათ, არ იქნებოდა მაღალი პროცენტულობის ტრეიდი. მირჩევნია სამშაბათს ამოსულიყო აქ, მაგრამ ვინაიდან რადგანაც PDR-ები მაქვს, ველოდები მარკეტის ამოსვლა სამშაბათს ან ოთხშაბათს, ეხლა აქ ნახე დააკვირდი, რა ხდება? ES-აც ანალოგიურად FUG, ამ ზონაში რა არის? CMT, high-ებზე. ES-ი ადის PDR-ში, NQ არ ადის PDR-ებში, high-ებზე. CMT-ია დააკვირდი. კარგად, შენც ნუ შეგიძლია ნახო ჩარტზე. აქედან უკვე შეგეძლო რომ უკვე შორტებს გეყურებია. უახლოესი relative equal low-ები არის აქ. ეს იქნებოდა შენი ტარგეტი. თუ მარკეტი ბულიში იყო აქედან, რა უნდა გაიკეთებია? პირობითად. გინდა CSD სად არის? CSD არის ამ ზონაში. იდეაში ეს order block-ია, CSD არ არის. CSD, ხო, ნუ არის, ჩაითვლება ეს CSD-ით. იმიტომ რომ ამან აიღო liquidity. ხუთშაბათმა აიღო liquidity. თუ მარკეტი ბულიში იყო, მინდოდა ეს, არ მოხდა. მარკეტი ბიარშია ისევ. აი, გადმოვიდეთ ახლა აქეთ. აქ რაებია relative equal low-ები, ჯერჯერობით ბიარში ვართ ისევ. აქ მთავარი კიდე რასაც უნდა დააკვირდეთ, როგორ იკეთებს წლის სანთელი bodies low, ისა week-ის lows. ეს არის თქვენად week-ის low. ჩამოდის ისევ მარკეტი. liquidity sweep-ი აიღო, თუ bullish არის მარკეტი, რა მინდა? CSD. სად არის CSD? აქ. არის CSD, არ არის, ესე იგი მარკეტი კიდევ ბიარშია. კიდევ გაიკეთა PDR-ები, ნახე. ანუ კიდევ შორტში ხარ. ძალიან მარტივად რა. არაფერი აქ არ არის რაღაც განსხვავებული. ნუ საბოლოოდ ესე იგი ჩამოდის relative equal low-ებს იღებს პლუს კიდევ ყურადღებას ვამახვილებ წინა წლის open-ზე. დაიჭირა support-ად ამ ფასმა. აქედან უკვე მე ვფიქრობდი რომ თუ მექნებოდა CSD უკვე long-ებში ვიქნებოდი, იმიტომ რომ წლის მარკეტმა საკმარისად უკვე იმოძრავა ბიარში და week-ის low-ს გაიკეთა. ლოგიკურად არ ნახე, ლოგიკურად მსჯელობ ყოველთვის, ანუ არანაირი არც ემოციური აქედან მოტრიალდება ძმა და წავა და აი აქ ვფიქრობ და აქ აი მჯერა რომ მოტრიალდება. არა. ლოგიკური მსჯელობით, ლოგიკურად მიყვები სულ მარკეტს და ესეც უნდა გააკეთოთ თქვენ. არასოდეს თქვენი ემოციების ხარჯზე არა იფიქროთ რომ ეგრე წავა მარკეტი. ოკეი. კაი, ახლა ნახე აქ რა ხდება. აქ რო liquidity sweep-ები აიღო, ნახე. relative equal low-ი ჩაიტანა, sweep-ი გააკეთა, წინა წელს open-ი აიღო. აქედან უკვე long-ში ვარ, რა მინდა? CSD სად არის? ეს მოძრაობა რა არის?
აქედან დაიწყო ძლიერი გაყიდვა, liquidity აიღო ამ მოძრაობებმა, ესე იგი ეს არის CSD. მარტივად. და პლუს ამ სრალობაში მარკეტმა კიდევ რა გააკეთა, იცით? order block-იც. და პლუსი future-იც. მაგრამ მთავარი ზონა მაინც ეს არის, როდესაც მარკეტმა უკვე აქ ბოდით დახურა, ნახე, აქედან უკვე მე ლონგში ვიყავი და აქ ძალიან ბევრი ლონგები მაქვს უკვე დაჭერილი ამ ზონებში. დაჟე აქედანაც მაქვს გალონგილი, აქედან ამ future-დანაც მაქვს გალონგილი. ნახე, რის თქმა მინდა აქ რო CSD გაიკეთა PDRA სად მაქვს? PDRA მაქვს აქ. დააკვირდი? თავისი გებით. ნახე აქ 4 შაბათმა გაიკეთა, ზუსტად მახსოვს ეს ტრეიდი მაქვს აღებული. და ძალიან მაგარი ტრეიდი მაქვს აქ დაჭერილი 4 შაბათმა low გაიკეთა, ეს იყო 2 შაბათის გახსნა. უბრალოდ აგერ იყო 2 შაბათი, კონსოლიდაცია 3 შაბათი, 4 შაბათი ჩამოდის low-ს იკეთებს ნახე და დისტრიბუცია იგრევა. დააკვირდი? ეს არის Wednesday. ესე იგი 4 შაბათმა გაიკეთა low PDRA-ში, FUG-ში, პლუს order block-ი, პლუს CSD, ყველაფერი მაქვს. იმისთვის რომ long-ში იყოს მარკეტი. აქედან უკვე ვფიქრობდი, რომ მინიმუმ წლევანდელი open-ის გახსნა იქნებოდა ტარგეტი, მე გააჩნია აქ როგორი მოძრაობა და თუ დაიჭერდა support-ად ამ ზონად და ისე ქვემოთ წამოვიდა და ლოგიკურად შეიძლებოდა რომ კიდე ბიერში ყოფილიყო, მაგრამ ეხლა ნახე აქ რა მოხდა. მე უკვე continuation მოდელი, ხო? აიღო აქ კიდე order block-ი, ანუ continuation-ი. აქ ანალოგიურად PDRA-ები ნახე, long-ში რო ვარ, აქ ისევ PDRA და აკვირდი მარკეტი რას აკეთებს, ისევ 4 შაბათს ნახე. ეს არის 2 შაბათის გახსნა. Monday, Tuesday, Wednesday რა გააკეთა? PDRA-ში გაიკეთა low, აქაც დაჭერილი მაქვს ტრეიდი. გამახსენდა. და ისევ დასვლა კლასიკურად ნახე, 3 შაბათს ან 4 შაბათს იკეთებს lows, თან PDRA მაქვს, უფრო high probability და ძალიან მარტივად და მშვიდად უფრო high probability ტრეიდებს მაღევიებს ეს ყველაფერი. ანალოგიურად წავიდა ისე მარკეტი. აქ yearly-ზე ნახე რო ავიდა. ეს ტრეიდი მაქვს დაჭერილი, მახსოვს აქ. მე მგონი იყო თუ 3 შაბათი იყო, მე მგონი 3 შაბათს ავიღე. ნუ არ აქვს მაგას უშუალობა. yearly-მდე ავიდა, მე ნახე აქ რა ხდება. ხა აქ უნდა დაელოდო ფასი როგორ მოექცევა ამ ზონას. ავიდა ბოდით ზემოთ დახურა, ჩამოვიდა retracement-ი, პლუს რა მაქვს? პლუს მაქვს CSD ისა FUG და მშვენივრად იდეალურად მარკეტმა აიღო FUG თან open-ი, ეს რა დღე არის? Friday. აქ sell მოდელი იყო. 2 შაბათმა, ანუ retracement-ი იყო უბრალოდ. 2 შაბათი, 3 შაბათმა გაიკეთა high და მე მთელი კვირა იყო ამ PDRA-ში ჩამოსვლა და ანუ ჩამოვიდა, მე გაიხსნა Monday, აქ classic buy day იყო, 2 შაბათმა გაიკეთა low და ნუ ამ კვირაში ციდიაში 2 შაბათმა გაიკეთა დიდი ალბათობით low და minimum previous weekly high-ს აიღებს, ანუ ეს არის previous weekly high. ეს ზონა. ხო, ანუ ამ ყველაფერს მე ნუ იდეაში უნდა დააკვირდე, ხო, როგორ იქცევა მარკეტი და იმის მიხედვით ივარაუდო 2 შაბათს გაიკეთებს low-ს, 3 შაბათს თუ 4 შაბათს. ჩამოდის PDRA-ში, ისევ გრძელდება, თან იდეალურად მოექცა yearly-ს, retracement-ი, ისევ bullish მოძრაობა, displacement-ი და აქ რა ხდება კიდე? Continuation-ი რა გააკეთა მარკეტმა? Order block-ი. Order block-ი დაშენებს, ესე იგი continuation-ში მარკეტი, ანუ გრძელდება bullish ტრენდი. ანალოგიურად აქ რა ხდება ისევ, high აქ ესე იგი უკვე გასაკეთებელი წლის high უნდა გაკეთდეს, ნიშნავს იმას, რომ მარკეტი აუცილებლად 100%-ით დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მინიმუმ ამ high-ს აიღებს, ან შეიძლება yes-მა აიღოს და CMT იყოს, არ ვიცი, მოკლედ ეს high აუცილებლად ასაღები აქვს მარკეტს. ყოველ შემთხვევაში ამ მოცემულობით ახლა მე რასაც უყურებ, აუცილებლად აიღებს. და მე უკვე აქედან liquidity sweep-ი რო იქნება, ნახოთ უკვე როგორი მოძრაობა იქნება. თუ retracement-ი იქნება, ისევ ანალოგიურად რა მინდა, CSD, PDRA, liquidity sweep-ი, CSD, PDRA ისევ. თუ ისევ long-ში არის, მექნება long სტრუქტურა, არ მექნება CSD, მექნება FUG-ები PDRA-ის, ისა bullish PDRA-ის და გავაგრძელებ ისევ long სტრუქტურას. ესე მარტივად, მშვიდად, წყნარად ყველაფერი ბიჭებო. უშუალოდ intraday-ში ახლა რა ხდება? Intraday-ში აუცილებლად მე მაქვს new weekly, new day open-ები, იმიტომ რომ ეს ზონები არის იგივე support-ები, ჩათვალეთ. აუცილებლად საყურებელი ზონა არის
თუ trade-off აი ესეთით გირჩევ რომ გამოიყენო წინა 5 დღის new day open-ი მაქვს და წინა 2 კვირის new weekly open. უშუალოდ ეს კვირა რა იყო? ეს კვირაც ანალოგიური იყო. ნახე, ორშაბათი რო გაიხსნა, ორშაბათმა გაიკეთა low, ძლიერი displacement-ები და ნიშნავს იმას, რომ ესეც კლასიკურ buy მოდელია, ორშაბათმა გაიკეთა low, მთელი კვირა bullish უნდა იყოს და სამშაბათს retracement-ი უნდა კონდეს, რომ bodies low გაიკეთოს, bodies high გაიკეთოს მარკეტმა. მარტივად ძალიან რა. თუ მე კიდე long-ში ვარ, ეხლა ნახე, კიდე ერთ რაღაცას განახებ, რომ თუ მე long-ში ვარ ამ high-მდე, ახალი კვირა რო გაიხსნება, ანალოგიურად მინდა რომ მარკეტმა სამშაბათ ოთხშაბათს გაიკეთოს low, ყველაზე კარგ შემთხვევაში და მერე გავყვე ამ high-მდე სტრუქტურას რა. თუ ორშაბათს იკეთებს, არც ეგ არ არის პრობლემა, მაგასაც ვხვდებით იდეაში, იმიტომ რომ სტრუქტურას რო უყურებ, აანალიზებ რომელი დღე იკეთებს lows რა. ძალიან მარტივად მშვიდად და წყნარად არაფერი განსხვავებული, არაფერი ზედმეტი, ესე PDR-ებით, FIOG-ებით, power of 3-ით მიყვები მარკეტის სტრუქტურას. იმედია რომ გასაგები არის ეს ყველაფერი ბიჭებო. კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ იმას, რომ დიდად არ ვუყურებ high time frame-ის, ესე ელემენტარულად ხედავ მარკეტს, იმიტომ რომ ისეთი მოდელები მაქვს, რომ სრულიად მაქსიმუმ ჩერდები trade-ში 10 წუთი. აი ყველაზე ისეთ შემთხვევაში 10 წუთი ვარ trade-ში, ჩემთვის თქვენც იცით იდეაში, რომ ძალიან მალე შევდივარ და მალე გამოვდივარ. მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ მარკეტი არის ძალიან ლიკვიდური, შენ უნდა ეცადო რომ მალე შეხვიდე, თუ რა თქმა უნდა intraday ხარ და scalper-ი ხარ და მალე გამოხვიდე trade-დან. ჩემთვის შიგნით მოცემული, თუნდაც ის Venom-ის მოდელი, liquidity რაც არის იმას ვიყენებ და სრულიად საკმარისია ეს ყველაფერი ჩემთვის რა. და ეს ყველაფერი high time frame-ი მეხმარება იმაში, რომ თუ long-ში ვარ და Venom მოდელიც მიკონფირმებს იმას, რომ ჯერ lows მიხსნის და plus liquidity-ები ზემოთ არის, ანუ მიმატებს, ესე რომ თქვათ, confirms არის იდეალური ჩემთვის A+ setup-ი. მაგიტომაც არის საჭირო, რომ იდეაში high time frame-იც იცოდე. და ნუ იდეაში ეს არის ჩემი high time frame-ის, ესე რომ თქვათ, მარტივი, ძალიან easy მიდგომა და გირჩევთ რომ თქვენც ესე მარტივად და რაღაც არ მოიგონოთ და რაღაცები არ შექმნათ რა. იმედია რომ გასაგები არის, იდეაში გასაგები უნდა იყოს, იმიტომ რომ ძალიან მარტივია. წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო. კიდევ ერთხელ მადლობა ყველაფრისთვის, ყველა კომენტარისთვის, ყველა დადებითი კომენტარისთვის და რა ვიცი რა აქ ვარ მოკლედ. კიდე რა თქმა უნდა გადავიღე ვიდეოებს, შეიძლება ეხლა ეგრევე არ მივაყოლო ხოლმე, მაგრამ ნუ კვირაში 1 ან 2 ვიდეოს უეჭველი დავდებ რა. რაღაცეებზე ვისაუბრებთ და გვექნება მოკლედ საუბარი. მადლობა ყურადღებისთვის და დროებით მომავალ შეხვედრამდე.